de-Byzantinization or de-Ivanishvilization of Georgia. What does it mean, de-oligarchization? It means de-Byzantinization or de-Ivanishvilization of Georgia. გამარჯობა მეგობრებო, ფორმულას ეთერში თქვენ უყურებთ 198 ეპიზოდს გადაცემისა კვირაში ერთხელ მიშამ შულდაძესთან. უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ 200 ეპიზოდზე ავალთ. არა, ცოტა ეჭვი მეპარებოდა ისეთი კანონები მიიღეს კოცებმა, რომ რავი, აი 300 ეპიზოდზე თუ ავედით, ესე იგი კოცებს უკვე გავაჯმეინეთ. ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა მზის სინათლეზე. ირაკლი მოუარყო ჩვენი ნაცმედიების გავრცელებული ინფორმაცია, რომ კოცებთან ურთიერთობა გაუფუჭდა და ქართული ოცნება დატოვა. ირაკლის თქმით, ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტს სტოვებს და პოლიტიკიდან მიდის. განცხადება მან ოცნების ცენტრალურ ოფისში გააკეთა. მარტომ. კაცის შვილი არ ედგა გვერდით. პოლიტიკიდან კაცის შვილს არ გაუცილებია. მარა ოფისი დაუთმეს. რაც მართალია, მართალია. სავარაუდოდ ფულიც არ გამოართვეს. ამ ხელა შენობას ვინ დაგითბობს ახლა უფასოდ. ღარიბაშვილის თქმით, მისია შეასრულა. და მის თავს ვერც ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტზე და ვერც პოლიტიკაში ვეღარ ხედავს. ირაკლი გაფიცებ ყველაფერს. წლები რომ გავა და ოცნებიდან ნარჩენებიც აღარ დარჩება. შენც რო დაბერდები და მეც. აი მერე კაცურად სადმე გაგვიმხილე, რომ აი რა მისია გქონდა. რა მისია შეასრულა. აი გარეჯი დაებრუნე. კიდე წავიდა პოლიტიკიდან ღარიბაშვილი. ან მოსვლა რა იყო, ან წასვლა რა იყო, უпроსორად ან მოსვლა რა იყო, ან წასვლა რა იყო, ან მოსვლა რა იყო, ან წასვლა რა იყო. ან პარტიაში გადასვლა რა იყო, ან წასვლა რა იყო. ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკური კარიერა თუ ვინმეს გაინტერესებთ, შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი გადაცემა ირაკლის ტოპ 100 განცხადება. შეგახსენებთ, რომ ტოპ 100 აირჩა ტოპ 200-დან. და იმის მერეც უამრავი სამარცხვინო განცხადება გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილი ორჯერ იყო პრემიერ-მინისტრი და არავინ არ იყო. და მერე რო გადააყენეს და პარტიის თავმჯდომარე გახდა, საერთოდ არავინ არ იყო. რა გითხრათ აბა? ირაკლი მომენატრებით ხო რო გითხრა, მამალი წყვილი იქნება. წარმატებები რო გისურვო, არც მაშინ ვიქნები ბოლომდე მართალი. ის გადამრჩენია მოგილოცო. ისეთი ხალხი დაასანქცირეს 100 ჯერ ნაკლებად რო ეკუთვნოდათ ვიდრე შენ, მარა კაი შენძრეული ყოფილიყო. რაღაცნაირად დაუსხლტი სანქციებს. სხვებს რატო არ ასწავლე როგორ უნდა? ერთი იმაზე მწყდება გული, რომ ვერ გავიგებ ვერასოდეს რაქნა ირაკლიმ 100 დღეში რომ 10 რეგიონი უნდა მოევლო. შარშან. მოიარა. ვერ მოიარა, არ ვიცი. 100 დღე ეყო, არ ეყო. 10 რეგიონი თუ მოასწრო, ან ნახევარზე მეტი. ირაკლი ღარიბაშვილს კითხეს, რატომ არ ახსენა ირაკლი კობახიძე გამოსამშვიდობებელ სიტყვაში. რაზეც უპასუხა, რომ ეს სპეკულაციური კითხვაა და მას და კობახიძეს ჰარმონიული ურთიერთობა ჰქონდა. დაგინებაზე ყუნის ირაკლის არ უპასუხია. სიმართლე რო გითხრათ, არც არავის დაუგინებია.
ხმა მაღლა. ირაკლი ღარიბაშვილი ისე წავიდა პოლიტიკიდან, რომ არც დაუჭერიათ და არც არავის დაუსანქცირებია. მოდი მე ყოველი შემთხვევისთვის ჩამოვწერ ირაკლის აშკარა დანაშაულებს. კორუფცია და ნეპოტიზმი, ბავშვების დაკაჩავება, ტრიტრის ამბები, ძალადობრივი დაჯგუფებების წახალისება და დარბევები, სოლისთვის ტყის ჩუქება და სასწრაფო წესით გადაფორმება. ეს სრულიად საკმარისია, რომ ვინმე დაინტერესდეს მომავალში ან პროკურატურაში, ან ზეცაში. ეს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს. ანიკ, ან ორივეგან. სანამ ირაკლი პირად ნივთებს ყუთში ალაგებს, ღია წავიდა საუბარი ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმებაზე. ვიზა ლიბერალიზაცია, ხო იცით? ოცნების მთავარი მონაპოვარი რო იყო. და წლები რო გადაგვაყოლეს. ახლა აღმოჩნდა, რომ სულაც არ ყოფილა კარგი და დაე გაგვიუქმონ. მესიჯ ბოქსიც სასწრაფო წესით მომზადდა და მონებმაც ერთხმად გააჟღერეს. სიღრმეებში პირველი წავიდა შალვა პაპუაშვილი. ღვთიური მანანა არის ეს უვიზო მიმოსვლა? ჩვენც უვიზო გვაქვს გერმანელებისთვის და რა? საინტერესო მიგნება გააკეთა შალვამ. შალვამ ევროპელებში ახსენა, რომ ქართველი ტურისტები ჩადიან გერმანიაში, საფრანგეთში და იქ ფულს ხარჯავენ. არ უნდა ჩვენი ფული ევროპაში. ნუ უნდათ. დაახლოებით ეს განაცხადა შალვამ. მართალია შალვა, ავდგებით და სხვაგან დავხარჯავთ ამ ფულს. აბა, სადმე ხო უნდა წავიღოთ ეს ფული. თავდაჯერებული იყო სოზარ სუბარიც. ნამდვილად არ მაქვს ისეთი ცუდი წარმოდგენა ქართველ ხალხზე, რომ მისთვის ვიზა ლიბერალიზაცია უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე იმ ანტიეროვნულ და ანტიქრისტიანულ პოლიტიკაზე უარის თქმა, რომლის თავსმოხვევასაც Deep State ცდილობს. განაცხადა სუბარმა ისე, რომ ერთხელაც არ გასცინებია. ძალიან რთული წინადადება თქვა, ძალიან მარტივად. Deep State-მა შეიძლება შეგვიჩეროს უვიზო მიმოსვლა, იმიტომ რომ ქოცები ქრისტიანულ პოლიტიკას აწარმოებენ. გაიგე? უფრო მარტივად უდანაშაულო ახალგაზრდების ციხეში გამომწყდება, პირში ჩაფურთხება, წაქცეულზე წიხლი და ქალების სემა არის ქრისტიანული პოლიტიკა. ამაზე უარს არ იტყვიან, თუნდაც სავიზო შეგვიჩერონ. იგივე თემაზე ჩააჭირა კალაძემ. თუ წინააღმდეგობაშია პატრიოტიზმთან, ხალხი დარჩება პატრიოტად, განაცხადა კახამ. ნინო წილოსანი, ვიზა ლიბერალიზაცია კი არა, საქართველოს ინტერესია მთავარი. გაიგეთ? გაიგეთ ხალხო, თურმე ვიზა ლიბერალიზაცია და პატრიოტიზმი ერთად ვერანაირად ვერ თავსდება. შეიძლება ვერ მიხვდით, მაგრამ პირიქით იყო. ის თქვა წილოსანმა და ეს თქვა კალაძემ. ხედავ კახი, შენ და ნინოს ერთნაირი განცხადებები. არ სხვენია? ხედავ ნინო, შენ და კახის ერთნაირი განცხადებები გაქვთ. ხოჩა. სულ სხვა მესიჯები დაეგზავნათ არალეგიტიმურ დეპუტატებს, ირაკლი ქადაგიშვილს და გურამა მაჭარაშვილს. მაჭარაშვილი ძალიან უხდება გურამა. ქადაგიშვილი, გამორიცხული არაა ვიზა ლიბერალიზაცია საქართველოზე შანტაჟის სახით გამოიყენონ. გურამა, თუ ამ სადამსჯელო ზომას ევროკავშირი ამოქმედებს, ეს იქნება არა პასუხი ოცნების რეპრესიულ პოლიტიკაზე, არამედ შანტაჟის იარაღი. ანუ გურამამ აღიარა, რომ ოცნებას რეპრესიული პოლიტიკა აქვს. თუმცა, უვიზო თუ გაგვიუქმეს, აი ეგ არაფერ შუაში არ იქნება ჩვენ რეპრესიებთან. რა შუაშიაო? მამუკა მდინარაძე გაცილებით ოპტიმისტი იყო, ტრადიციულად. ეს იქნება ბოლო ტყვია შანტაჟის იარაღში. მამუ, ბოლო მტრისთვის იყოს. ძალიან სააცილო იყო მამუს ამ განცხადების მეორე ნაწილი. ციტირებ. ამის შემდეგ რაღა უნდა ხნან? რით უნდა დაგვემუქრონ? ბოლო-ბოლო ატომურ ბომბს ხომ არ გვესვრიან? მე გეტყვი მამუკ, შეიძლება გვესროლო.
მარა ბიძინა აიცილებს. როგორც იცით, მე წლებია ვწურავ მამუკა მდინარაძის დაწინაურების თემას. ამდენი წელია კაცი შრომობს, წვალობს, რას აღარ კადრულობს და ერთი თანამდებობა ვერ გაიმეტეს მისთვის. შინაგან საქმეთა მინისტრის ვარიანტებში გაიჟღერა მამუკას ვარიანტმა. დიდი საკადრო ამბებია ქოცებში. ბიძინა დაერია განსაკუთრებით ძალოვნებს ალბათ ბაჩიაშვილის გაპარვის გამო. უფრო სწორად მილიარდის გაპარვის გამო. მილიარდზე ღელავს ბიძინა თუ ბაჩიაშვილი რა თუ და ბიძინა. მილიარდის ბიტკოინები რო დაეტოვებინა ისე წასულიყო პრობლემა არ იქნებოდა. სუსის უფროსი და კიდევ ბევრი შეეწირა ამ ამბავს. შეიძლება გომელაურიც მიყვეს. ხო და გომელაურის თუ მიყვა შინაგან საქმეთა სამინისტროს მინისტრობაზე მამუს კანდიდატურა მას გაიჟღერა. და მამუმ არაო გამორიცხულიაო პარლამენტში და პარტიაში ბევრი საქმე მაქვსო. მე იმის იმედი მაქვს რომ მამუკა ისეთი მონაა რომ არავინ არაფერს შეეკითხება და გადაიყვანენ მაინც რა ვიცი. რაღაცნაირად მინდა რომ დაფასდეს მამუკა. სანამ ისტორია ყველას თავის ადგილს მიუჩენს, მანამდე რომ დაფასდეს. აპრილიც მიიწურა ამ ხუმრობაში და დედის შესაბამისად გთავაზობთ რუბრიკას აპრილის ტოპ 5 განცხადება. აპრილისთვის ტოპ 5 უფრო სამართლიანი რო გავხადოთ, ამ ხუთეულში არ შევიყვანთ კობახიძის განცხადებებს. თორე გამოგვივა კობახიძის ტოპ 5 განცხადება აპრილში, რავი. მოკლედ, აპრილის ტოპ 5 კობახიძის გარეშე. თუკი ქალების სპორტში ტრანსების მონაწილეობა უსამართლობაა, მაშინ კობახიძის განცხადებებს არ უნდა გავითვალისწინოთ ტოპ 5-ში. იმიტომ ძალიან დიდი უპირატესობაა აქ ირაკლის. მეხუთე ადგილი კახი კალაძე. თბილისის მეტრო საბჭოთა პერიოდში აშენებული, ამიტომ ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციის დასასრულებლად ხელშეკრულება ბელარუსულ კომპანიასთან გაფორმდა. ამ განცხადების ლოგიკაში არის 14+1 უზუსტობა. 14, იმიტომ საბჭოთა კავშირში ბელარუსის გარდა კიდე 14 რესპუბლიკა იყო. ამიტომ ხელშეკრულება გაფორმდა ყირგიზულ კომპანიასთან, ყაზახურ კომპანიასთან, ესტონურ კომპანიასთან, ქართულ კომპანიასთან. რატო არა? ეს უნდა ეხსნა კახას და ამ შემთხვევაში ლოგიკა გამართული იქნებოდა. რაც შეეხება +1 უზუსტობას, არანაირი ლოგიკა არ არის მეტროს ამშენებელ სახელმწიფოსა და გამრემონტებელ სახელმწიფოს შორის. ანუ საყდრისი როცა გაკეთდა, საერთოდ არ ასეობდა საქართველოს. მაგრამ ვერ აფეთქა ბიძინა. რა. იბერიის სამეფოს კომპანიას უნდა აეფეთქებინა კალაძის ლოგიკით. ანუ ერთი იბერიის სამეფოს კომპანია გვინდა. მეოთხე ადგილი ნინო წილოსანი. ეკლესიის მაშენებელი ოჯახი მყავს. უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ უფლის შეწევნით 2 ეკლესია ააშენა მამაჩემმა. რა მოიპარეთ ბიუჯეტიდან, მაგდენ რომ 1 ეკლესიის აშენება არ დავაი მეორეც ავაშენო ნაღა. ერთმა ვერ გადაწონა გაიგე. ყოჩა თქვენ, ყოჩა. მესამე ადგილი ლევან მაჭავარიანი. ჩვენ არც კოჰაბიტაცია გვინდოდა, არც ლომჯარიას დანიშნა, არც ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება და არც გახარიას გაპრემიერება. უბრალოდ მაშინ პოლიტიკური ჯანი არ გქონდა მაგდენი. ბიძინა თავის მონებს რო ეუბნება, ესა და ეს უნდა აირჩიოთო. გონი ატყუებს და deep state-მა დამავალაო. მე რა შუაში ვარ deep state-მა დამირეკა.
გონი ეგ ამბავია, თორე სალომე რო არ უნდოდათ, ეგ მართალია. არც ყაველაშვილი არ უნდოდათ. მეორე ადგილი, დინარაძე მის შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნაზე. მონასაც კი არ ეუბნებოდნენ ამას, რომ მის ბედს ისე წყვეტდნენ, რომ მან არც კი იცოდა. აუ, რაღაცნაირად ჩამეწვა გული. კაი, მამუკა, კაი ძმაო, კაი. არ ყოფილა შენი კანდიდატურა ძმაო, კაი, არავის დაუსახელები ხარ. თორე უეჭველი გეტყოდნენ, ბაზარი არ არის. პირველი ადგილი. შალვა პაპუაშვილი ღარიბაშვილის წასვლაზე. ფიქრობ, ირაკლი ღარიბაშვილმა ყველაფერი განმარტა და რისი თქმაც სურდა, ყველაფერი თქვა. როცა წარმატების პიკზე ხარ, მაშინ უნდა წახვიდე და არა მაშინ, როდესაც პარტიას უჭირს. მართალი ხარ ჩალვა. სანამ დაგასანქცირებენ, მანამდე უნდა წახვიდე თუ დაგასანქცირეს მერე. ახლა კი პირველი ადგილი ირაკლი კობახიძესაც რო შეეძლოს კონკურსში მონაწილეობის მიღება. პირველი ადგილი ირაკლი კობახიძე. თუ ტრამპი ვერ დაამარცხებს Deep States, არის რისკი ყველაფერი იყოს ისე, როგორც ადრე. რამდენად ადრე ირაკლი? აი, რამდენად ბახტაძე დაბრუნდება? თუ ნაცების დროს ადრე? თუ უფრო ადრე, მონღოლები შემოგვესევიან? ანუ რა პერიოდი დაბრუნდება? ადრე არის ნებისმიერი წელი და საუკუნე. როგორ ადრე? გადავიდეთ გადაცემის მეორე ნაწილზე, ჩაანალიზებაზე. ჯერ კოკა-კოლა მოვსვათ და ვცადოთ პასუხი გავცეთ შეკითხვას, რა უნდა ტრამპს? ცოტა წესიერად რო იქცეოდე, შესაანალიზებელი თემა იქნებოდა რა სურს ტრამპს, მაგრამ რა უნდა ტრამპს, რა უნდა? რა უნდა ტრამპს? ეს. Time-თან ინტერვიუში დონალდ ტრამპმა განაცხადა: ყირიმი რუსეთს დარჩება და ზელენსკი ამას ხვდება. ეს ესმის ყველას, რომ ყირიმი დიდი ხანია რუსეთთანა. ეს მათთან იყო ტრამპის მოსვლამდე დიდი ხნით ადრე. ისევ და ისევ ეს ობამას ომია. ანუ ინდოეთსა და პაკისტანს შორის სრულმასშტაბიანი ომი თუ დაიწყება ეხლა, ეს იქნება ტრამპის ომი. მიუხედავად იმისა, რომ ბარაკ ობამა ჩემი საყვარელი პოლიტიკოსების 1000-ეულში 1001 ადგილს იკავებს და ამდენივე პრეტენზია მაქვს მასთან, რას ნიშნავს ეს ობამას ომია? ანუ კი, ობამას საგარეო პოლიტიკა იყო სამარცხვინო. რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება. ლავრომა და ჰილარიმ წითელ ღილაკს რო დააჭირეს ხელი და გადატვირთეს პოლიტიკა. ანუ სიმბოლურად ღილაკზე დაჭერით დაარესეთეს რა? ვა, რა მაგრად მოიფიქრეთ? ეხლა უნდა ადგეს ტრამპი და პირდაპირ შტეფსელიდან გამოაძროს კაბელი. გამოაძროს და უნდა თქვას, რომ всё, ახალი ფურცლიდან იწყება ყველაფერი. რა, არ იქნება სიმბოლური? რით უპასუხა რუსეთმა ამერიკისგან გაწვდენილ მეგობრობის ხელს და გადატვირთვის პოლიტიკას. 2014 წელს შევარდა უკრაინაში და წაიღო ტერიტორიები. ასე ხდება ყოველთვის, როცა დასავლეთი რუსეთთან დალაგებას ცდილობს. რუსეთი ამას აიღოს სუსტედ და იწყებს მორიგ დაპყრობით ომს. ქართველებს, უკრაინელებს და რუსეთისგან გამწარებულ სხვა ერებს გვაქვს უფლება გავაკრიტიკოთ ობამას პოლიტიკა, მაგრამ ტრამპი რაზე აკრიტიკებს ობამას? ტრამპი ზუსტად იგივეს არ აკეთებს, რასაც ობამა აკეთებდა. ტრამპიც რუსეთთან გადატვირთვას იწყებს. განსხვავება ისაა, რომ ობამას დროს ევროპასაც ჯეროდა რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვის. იქით ობამა, აქეთ მერკელი, ქოცობის ზეიმი იყო სამყაროში.
და ჩვენი კოცებიც იდეალურად გრძნობდნენ თავს. მაშინ არც deep state არსებობდა. არც გლობალური ომის პარტია, NGO-ების კარგ საქმეებს აკეთებდნენ საქართველოსთვის და არც გეები იყვნენ ევროპაში. რუსეთისთვის ოქროს ხანა იდგა. ყირიმი წაიღო, აღმოსავლეთ უკრაინის ნაწილი წაიღო, გააძლიერა თავის გავლენები სირიაში, ვენესუელაში, უნგრეთში, სლოვაკეთში, საქართველოს ჩაიდო ჯიბეში ნელ-ნელა. რუსეთისთვის ყველაფერი იდეალურად იქნებოდა კიდევ ბევრი წელი, მაგრამ ხუილორისი ხუილოა. არ მოასვენა გამჩენმა და მოინდომა მთელი უკრაინის წაღება. და აგერ უკვე მეოთხე წელია, რაც იგებს ომს. მედიაში გავრცელდა ბევრი ვერსია, როგორ ხედავს ტრამპის შეთანხმებას რუსეთსა და უკრაინას შორის. ბევრი გამოცემა წეს, რომ ტრამპი მიიჩნევს, რომ უკრაინამ ყირიმი უნდა აღიაროს რუსეთის ტერიტორიად. მოგვიანებით ტრამპმა განაცხადა, რომ არავინ ითხოვს უკრაინისგან ყირიმის აღიარებასო. უკრაინამ დაივიწყეთო ყირიმის აღიარება, შანსი არ არისო. კოცებო, სუვერენიტეტი იცით რა არის? აქეთ რუსეთი რო გეომება და იქით ამერიკა რო გაწובה და შენ მაინც იცავ შენ ინტერესებს. აი ეგ არის სუვერენიტეტი. და დასავლეთი რო გეუბნება დიქტატურა არ დაამყაროო და შენეონების შესაქმეს მიხედეო. ეგ არაა სუვერენიტეტი. ეგაა სამშობლოს ღალატი. სამშობლოს ღალატს და სუვერენიტეტს რანაირად ურევთ ერთმანეთში? და მაინც რა უნდა ტრამპს? მოდი ცოტა დიდ სურათში შევხედოთ. ტრამპი არ არის პირველი ამერიკის პრეზიდენტი, ვინც უფსკრულის პირას მყოფ რუსეთს გადარჩენის ხელს უწვდის. ამერიკამ გადაარჩინა რუსეთი დიდ შიმშილობას მე-20 საუკუნის დასაწყისში. ამერიკამ გადაარჩინა საბჭოთა კავშირი ჰიტლერისგან. ამერიკამ გადაარჩინა ელცინის რუსეთი ჩამოშლას. ახლაც თუ გამოაძვრენენ რუსეთს, ესე იგი მხოლოდ ტრამპში არ არის საქმე. ესე იგი ამერიკას რაღაცაში ჭირდება რუსეთი. ექსპერტები ამბობენ, მართლა ექსპერტებზე მაქვს საუბარი, რომ ამერიკას არ სურს რუსეთი ჩააგდოს ჩინეთის ხახაში. თუ კი რუსეთს ბოლომდე ჩააჭერენ წიხს, ის იძულებული იქნება, რომ ჩინეთთან შევიდეს კოალიციაში. რუსული რესურსები პლუს ჩინელების ჭკუა ძალიან საშიშ კომბინაციას უდრის. ნუ არის რაღაც ლოგიკა ამ ვერსიაში, მაგრამ უკრაინამ რა ქნას? რუსეთი რო ჩინეთის ხახაში არ ჩავარდეს, ამის გამო რუსეთს აჩუქოს ტერიტორიები? ყლე არ კიდია უკრაინა. თუ ასე საშიშია რუსეთ-ჩინეთის ალიანსი, ამერიკამ აჩუქოს რუსეთს ტერიტორიები, ან მიყიდოს. რავი. ამერიკას რუსეთის გაჩინურება არ უნდა და ამიტომ უკრაინამ ყირიმი აღიაროს, იდი ნახვი, რა ლოგიკაა? რავი. რა სამართალია? კაი, წარმოვიდგინოთ, რომ უკრაინელები გაგიჟდნენ და აღიარეს ყირიმი. მერე всё, მომავალში რუსეთი მე ტერიტორიას აღარ წაართმევს. აბა დაიგინეთ ვინმე. ვინმე გამოვიდეს და დაიგინოს, რომ ყირიმს თუ მიცემთ რუსეთს, მე ვიყო ბოზი თქვას. რომ მომავალში რუსეთი აღარასოდეს უკრაინას თავს არ დაესხება. ვინმე მაიმის გარანტია დაიგინოს და რავი მე დაველაპარაკები ზელენსკის რომ იფიქროს ავარიაძე რავი. ტრამპმა დაიგინოს რომ ამით დასრულდება რუსეთის აგრესია და მე დაველაპარაკები ზელენსკის. რავი, დაგვილევი ერთად ვიცი. კაი, დაუშვა ტრამპმა დაიგინა, დაადო გარანტია რომ რუსეთი მეტმიწას აღარ წაართმევს უკრაინას. მეც დაველაპარაკე. დავარწმუნე რომ ყირიმი დათმოს და მორჩა. დანარჩენი უკრაინა იქნება კარგად, შვიდად ლამაზად სამუდამოდ. საერთაშორისო სამართალს რას უშვებით? ანუ ახალ წესრიგზე თანხმდებით, რომ ერთი სახელმწიფო შეიძლება შეუვარდეს მეორეს, წაართვას მიწა და შემდეგ ეს ტერიტორია მის ნაწილად აღიაროს საერთაშორისო საზოგადოებამ. ეს იქნება ახალი წესრიგი. ამის მერე იცით რა მოხდება? აბსოლუტურად ყველა დაიწყებს დაპყრობით ომებს. დედამიწა დაბრუნდება ომების ეპოქაში. მერე ნახეთ თქვენ თემურ ლენგის ლაშქრობები. სოფლიოში ამჟამად არსებობს 150-ზე მეტი ტერიტორიული დავა. 150-ზე მეტი მიწა ისეთი, რომელსაც სახელმწიფოები სადავოდ ხდიან. მაგრამ ვინაიდან სამყარო შევთანხმდით, რომ გაეროს საზღვრებით ცხოვრობთ, ამ მიწებზე ომი არ მიმდინარეობს. რუსეთმა თუ ყირიმი ლეგალურად გაიფორმა,
წარმოგიდგენიათ, რამდენი ომი დაიწყება? ყველა იომებს ვინ ჩათვლის, რომ მოწინააღმდეგეს მოერევა. მოგენატრებათ ლიბერალიზმი ყ***ებო. მოკლედ, არ ვიცი რა უნდა ტრამპს, მაგრამ იმედია სამყარო არ გახსნის პანდორას ყუთს და ტერიტორიის ძალისმიერი მოპოვების პრეცედენტს არ დაუშვებს. თორემ მე ისეთი ამბები მოხდება დედამიწაზე, რომ ბიძინაც კი ვერ დაამყარებს შვიდობას. აფსუს. ახლა თავარი შეკითხვა, ჩვენ რა ვქნა ჩვენ? ყოველთვის როცა დანებებას გადავწყვეტ, გავიხსენოთ, რომ შვილებისთვის მოგვიწევს თქმა, რომ დიქტატურა დაგვიმყარეს მდინარაძემ, ოხანაშვილმა, კობახიძემ და აეგეთმა ხალხმა. როგორ უნდა უთხრათ შვილებს, რომ ამათ დაგვიმყარეს დიქტატურა? 21 საუკუნეა შვილები ინტერნეტში ნახავენ ამათ ვიდეოებს და კითხავენ, მამა, ამათ დაამყარებინეთ დიქტატურა. ძალიან შეგწყვება, ძალიან. არ დაუშვათ ეგ ამბავი. დიქტატურაზე უარესი, იცით რა არის? სირცხვილი. სტალინი რო გიმყარებს დიქტატურას, ცუდია ძალიან, მაგრამ ვერავინ ვერ გეტყვის, რომ ამან როგორ გაჯობათ. დინარაძე რო გიმყარებს დიქტატურას. ეხავს. სულ ესაა, რას დღეისთვის მინდოდა მეთქვა. შევხვდებით მომავალ შაბათს ფორმულაზე.